მერაო რა მოხდაო ჩვენ ხომ გავიზიარეთ დედი შრომა დედი ჯაფა ჩვენ ხომ გავიზიარეთ საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით და მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით მოვედი მეგობრებო სიმღერით მოვედი აი ესე ხო მოვედი სიმღერით და რა გავაკეთო მოვედი მინდოდა და მოვედი ძალით არ გამოვა არაფერი ნევით მოვედი სანთებელას ვეძებ სანამწეველი ვიყავი მქონდა სანთებელა ადგილს ახლა რომ აღარ ვეწევი მეგობრებო არ ვიცი სად ვინახავ საქმეც მაგაშია ხო არ ვიცი სად ვინახავ სად მჩება არ ვიცი აბა როგორ ვართ საღამო მშვიდობის ყველას მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით მიყვარხართ და რა ვქნა ყველა კეთილის მსურველი ადამიანი მიყვარს ოხ დამავიწყდა ხმის ჩაწევა ტელეფონზე გაიხარეთ ყველას უღმესი მადლობა ეხლა ცოტას გადავაზიარებ ვინც არ ვართ ვინც არ გვყავს ხო და არ ვიცი ვინები არიან ვინები ვართ მეგობრებო მოდი ჯერ გადავხედავ ვინები ვართ აჰა არ არიან ჩემები არ არიან დოჩი დავით აქ ხარ შენ მე მგონი დავითი აქაა ხო თინაც აქ არის საღამო მშვიდობის მეგობრებო საღამო მშვიდობის ყველას მე მგონი ერთი დამჩა იცით ვინ დამჩა პანტერა ხო ვიცი ვინც ხარ სახეს თუ აღარ შეიცვლი უკვე დაგიმახსოვრე ხო თუ კიდევ აღარ შეიცვლი სახელს უკვე მახსოვ ხარ მეგობრებო მოკლედ დავიწყებ ახლა დასტების მომზადებას თქვენთან ერთად დავიწყებ დასტების მომზადებას დღეს რაღაცნაირი დღეა დღეს კი არ ვიცი რანაირი მაგრამ რაღაცნაირი აბა როგორ ჩაიარა დღე მეგობრებო დღეს დასტებს ესე წავიკითხავ სწორ მდგომარეობაში არ ამოვაბრუნებ ხო გამოვიყენებ კიდე ჩვენს ასტრაბარათებს აი ამ ბარათებს ხოლო და მასტრაბარათებს გამოვიყენებ ხოლო და მასტრაბარათებს ხოლო და ძალიანაც კარგი დავით რომ მოხვედი მეგობრებო ძალიან სასიამოვნოა თითოეული თქვენთაგანის ჩემს გვერდით ყოფნა ოღონ მართლა ხუმრობის გარეშე ხო დღეს რომელი გვინდა კიდევ რაიდერი ტარო რაიდერი
მოდი დღეს წავიკითხავ შემოდგომის ლამპარით. შემოდგომის ლამპარით წავიკითხავ დღეს თქვენს ენერგიებს. ძალიან მიყვარს ეს დასტაც. გაიხარეთ, მეგობრებო, სულ დალოცილები ყოფილიყავით. სულ დღეგრძელები ყოფილიყავით. მიღბლიანები, ბედნიერები, ჯანმრთელები რაც თუ არიან. ლიკა არ მყავს აქ. ლიკა არ მყავს. აჰა, მორგანა მოვიდა. მორგანა სურათს ეკცნობს, ხო რომ არაფერი. ძალიან გიხდება ეგ ფოტო. საღამო მშვიდობელს, საბა როგორ ხარ, ჩემო კარგო? მოკლედ დავიწყოთ ახლა. რა ვქნა, დავიწყო? თუ არ დავიწყო? ანა მარია, სად ხარ, გოგო? ასწავლე. დედა სასწაული თუ გინდოდეთ, სურათი შეცვალა, თუ იცით, მეგობრებო? ანა მარიამ ფოტო შეცვალა, თუ იცით? ხო, სურათი შეუცვლია. გოგო, რას მანერვიულებ? წითელი ფოტო დიგეძებდი. თვალები გადმომეპლარწა. არ მომეწონი, არა. ის უფრო კაი იყო, რო ანათებდი, კაცო. რა არის ეგი? ფერმთალი სურათი. მაგისთვის გცხელა ეხა ჩვენ. გაიხარეთ, უღმესი მადლობა. ხო და მოვედი რომ მოგწონთ. მაგიტომ მოვედი. ვერ მომისწარით, თორე სიმღერით ღიღინით მოვედი. კი არ მოვედი, შემოვედი. აბა ბიჭოს უდარდელა. ზუსტადაც. მეგობრებო, აბა როგორ ეხლა ჩვენ რა მაპატიეთ. მე მაპატიეთ. დავიწყებ ეხლა. ისევ თუ, ხო, თქვენ, ისევ თუთი. რა თქმა უნდა. მაგიდან არ ელოდე სხვას. ხა, მაგიდან სხვას არ ელოდე. როგორ მომართოთ და იმპერია. დევიტანჯე, კი, მეც დევიტანჯე, მაგრამ რა ვქნა? შენ უნდა უყურო. მორგანა რომ ირეკავს. თქვენობით მელაპარაკება. ხო. ქალო მეუთხარი. იმპერია როგორ ხარო, ასე მეკითხება. რა ვახარო, კი არა, როგორ ხარო? ხო, თან იმპერიას რომ იწახილს, პირაჩიც, მეცინება. ქალო მეუთხარი სახელი დამიძახე მე, არო იმპერია მირჩევნიაო. თქვენი ენერგიები, მოვარდა კარტი. რატომ იტანჯება მორგანა და თქვენობით რო ლაპარაკობს? ანა მარია იმაზე ვიტანჯებით ყველა. ცოცხები. შეხედე სად ყოფილა ძაღლის თავი და მარხული. ცოცხები მომინდომა ახლა. დავალაგე უკვე სახლი, დავალაგე ანა მარია და დალაგებულში მოვედი. ხა. დავაპრიალე, დავაწკრიალე სახლი, ისეთი სუნები დავაყენე რომ არ მკითხოთ. აი ლავანდას ხსნარები ხო სასწაულია. მეგობრებო, თქვენი ენერგიები, ახლა ესაა.
გაშლა არის ტუმბოზე. არ მინდა ესეთი დაწყება მე. არ მინდა ესეთი დაწყება მე. თავიდან დავიწყებ. ეხლა დასხედით, მოეწყეთ, განეწყეთ მეგობრებო, მოვემზადოთ და თავისუფლად მოეწყეთ ოღონდ მართლა, სერიოზულად და დავიწყოთ ეხლა. თავისუფლად მოეწყეთ მეგობრებო, სრულიად თავისუფლად. გრანდიოზული დაწყება, ხო ხედავთ? ავიღე ეს ავადმყოფობის სურათი, ავიღე. ხო. ავიღე. მოწყობილი და განწყობილი ვარ საწოლშიო. გაშენ მაი უნდა გაგეჟღერებია ხან. ნუ რა ვქნათ. დავიწყოთ ეხლა მეგობრებო. მე მინდა ეხლა ავიკითხოთ თქვენი ენერგიები. ვინ ხართ თქვენ და როგორი ადამიანები მიყურებს და თქვენ ხართ ადამიანის სიურპრიზები. ადამიანების სიურპრიზები, ხო. გიყვართ სიურპრიზის მოწყობა, გიყვართ სხვებისთვის საჩუქრების გაკეთება, გიყვართ აი გულმოწყალება, ძალიან გულმოწყალი ადამიანები მიყურებთ. ხო. ძალიან გულმოწყალი ადამიანები მიყურებთ. აი ჩემს ირგვლივ ვინც ხართ, ჩემი კეთილის მსურველები, ყველა ესეთები ხართ. ხო. ყველა ესეთები ხართ მეგობრებო. აი ესე სიურპრიზ გავუკეთებთ ადამიანს, გააკვირვებთ, გააოცებთ, აი თუნდაც მინდვრის ყვავილებით. კიდევ თქვენი ენერგიები. კიდევ თქვენი ენერგიები, თქვენი ენერგიები არის ახლა აფეთქებები. რა არის მეგობრებო ეს? ძალიან ბევრი დაგიგროვდათ და ვულკანივით უკვე ამოქმედდით თუ რა არის, გამოიღვიძეთ თუ რა არის მეგობრებო. გამოღვიძება გეწყებათ, ამოქმედება გეწყებათ, გაღვიძება მეგობრებო. ნახე ვულკანი როგორ ამოდის უკვე. რა დაგემართათ ხახლა? ხო, აფიქრობთ, როდის გაიღვიძებთ, როდის გამოცოცხლდებით, როდის ამოქმედდებით. შეიძლება ბევრმა იფიქრა მასე, დიდი ხანი იფიქრეთ და უკვე გაიღვიძეთ. ზოგიერთები კიდევ ფიქრობთ, როდის გაიღვიძოთ, მეგობრებო. ვისთან როგორია? აბა დამიწერეთ. დოჩი მოვიდა? ხო, წეგან ჩავაბრუნე და მაინც ამოვიდა. კი, ბევრი ავადმყოფურად ხართ თითქოს ამ ყველაფერთან, მაგრამ ნუ რა ვქნათ. თქვენ სირგლივ ძალიან ბევრი ჭორი დადის. მინდა გითხრათ. ადამიანს აინტერესებთ, ადამიანებს აინტერესებთ მეგობრებო, როგორ ხართ, რას აკეთებთ, ვისთან ხართ, ვინმე ხო არ გყავთ? ხა. განსაკუთრებით აინტერესებთ უმეტესობა ქალბატონებს. კი. ხა. დედა, რამე ხომ არ გამომეპარა, ანა მარია, მომწერე გოგო აუცილებლად, ვინ მოგაგნო იტალიაში? ანა მარია აუცილებლად მომწერე, რაღაცა გამომეპარა იტყობა მე და მასე არ იზამს. ერთი ქვეყნიდან ვართ ჩვენ. გადმოხიზნულები აქეთ. ხო. ხა, თქვენ სირგლივ ძალიან ბევრი ჭორი დადის. იმიტომ რომ რას აკეთებთ აინტერესებს ხალხს მეგობრებო. ფარულად გიყურებენ. თქვენი ენერგიები, თქვენ ძალიან კარგად იცით ვიზებს საუბრობ ეხლა მე. თქვენი ენერგიები არის სიყვარული. გულალალობა, გულთმისნობა. თქვენს გვერდით ადამიანი ყოველთვის ბალანსშია. კიდევ თქვენი ენერგიები, ამას რა უყოთ. რა იყო ანა მარია? ტაშფანდურა ჟოზეფინა. ჭორიკნებს სად დაე მალებირო. ხო, მე სხვა რაღაცა წავიკითხე ახლა მაქანე. არ მინდა ეს ანა მარია, არ მინდა საწევიყო, გადავაგდებ, დავხევ. ხო, აგიჭორაობს. განიხილავს. ან თქვენ განიხილავთ. რა ხდება ერთი ახლა უნდა წავიკითხოთ თქვენი ენერგიები. დაგღალათ ამ ადამიანმა, ხო მეგობრებო, კონკრეტულად დაგღალათ ამ ადამიანმა. ამ ადამიანს ძალა გამოგაცალათ.
კიდევ თქვენი ენერგიები მაპატიეთ მე მაპატიეთ ეხლა მე ჩავუწევ ხმას მეგობრებო დამავიწყდა ხო შემოსევა მაქვს კი ხედავ ხო ანა მარია შემოსევა მაქვს კი თქვენი ენერგიები მეგობრებო ძალიან დაღლილები ხართ კი ძალიან გამოცდილები ხართ კი გასცათ გინდათ ამ ყველაფრიდან განთავისუფლება გინდათ ამ ყველაფრიდან საერთოდ სულ სხვა გეგმები გაქვთ სულ სხვა უცნებები გაქვთ სულ სხვა ხო რა სულ სხვანაირად გინდათ ყველაფრის გაკეთება თქვენი ენერგიები ხო აი თქვენ ამბობთ რომ დროა მოსული უკვე საკუთარ თავზე იფიქროთ საკუთარ მომავალზე იფიქროთ რაღაცები შეცვალოთ ხო ყველაფერი სხვანაირად შეცვალოთ ყველაფერი შეცვალოთ სხვანაირად მეგობრებო საჯაროა კი მეგობრებო ძალიან დაიღალეთ ბევრი თქვენთაგანი მარტოობით დაიღალა ნახეთ მარტოობა და მეგობრობა ბევრი თქვენთაგანი მარტოობით დაიღალა და ფიქრობთ რომ თითქოს და დროა იქნებ ვინმე გავიჩინო ან ვინმესთან ვიმეგობრო ან ვინმესთან ვისაუბრო ან ვინმესთან ვიმეგობრო რა ვიცი მეგობრებო ხო ვის რა გეგმები და ოცნებები გაქვთ ვის პარტნიორული ოცნებები გაქვთ არ ვიცი ვის რა გაქვთ ხო კი ვარ გოჭებით ვიცი რა ხარ გოჭებით დაჩი მერე რა რო გოჭებით ხარ თქვენი ენერგიები ხო აი გინდათ რომ ვიღაცასთან ესე გაიქცეთ ბავშვურად აი თითქოს ჩაეხუტოთ ან ხელი ჩაჭიდოთ აი ბავშვის გონება ხო იცით როგორია მეგობრებო ხო გინდათ თქვენში ცოცხლობს ის ბავშვი და აი ამაზე ფიქრი ძალიან გულს გტკენთ თითქოს სიცარიელეს გცნობთ კიდე ყველაზე არ ვსაუბრობ მეგობრებო აი თუ არა ნახეთ ახლა რესურსები თითქოს ზოგიერთებს რესურსები გაკლიათ ნუ როგორი რესურსებზე ვსაუბრობ თქვენ ახლა ძალიან კარგად მიხვდებით რესურსები ბევრნაირია ფინანსური სასიცოცხლო რესურსები მეგობრებო წყალთან იქონიეთ კონტაქტი ხშირად ხო ბედის ბორბალი პერევაპლაშენიე და საათი ქვიშის და სამართლიანობა და სიკვდილის არკანი ტრანსფორმაცია მეგობრებო გამარჯობათ თქვენი იმყოფებით ტრანსფორმაციაში და ეხლა გეტყვით თუ კი რაღაც აირია თუ კი რაღაც ვერ არის თუ კი აგერიათ რაღაც დალაგებული სიტუაცია ხო ვიღაცასთან შეიძლება აირია რაღაც სიტუაცია და ვერ გაგიგიათ რა ხდება ჯერ ერთი გეტყვით იმას რომ წმენდები გაქვთ ჩასატარებელი ნეგატივს ვხედავ აქ ჯერ ერთი ხო ეს უნდა გამეჟღერებია და მერე მეორე მეგობრებო მერე მეორე არის ის რომ იმყოფებით ტრანსფორმაციაში თქვენი გარდასახვა ხდება თქვენი შეცვლა ხდება კი ძალიან ბევრი მოდი ესე ვიტყვი ითრიეთ ფეხი ხო ითრიეთ ფეხი
ამიტომ ჩემო ძვირფასებო, უკვე მოვიდა ამის დრო, რომ შეიცვალოთ, თქვენ შეიცვალოთ. თუ კი სხვები არ იცვლებიან, თქვენ შეიცვალოთ. თქვენ უნდა შეიცვალოთ, აზრები, ხედვები უნდა შეიცვალოთ, გარემო უნდა შეიცვალოთ, ადამიანები უნდა შეიცვალოთ, იქნებ სამსახური უნდა შეიცვალოთ, სტილი შეიცვალოთ, იმიჯი შეიცვალოთ, ქვეყანა შეიცვალოთ. ვინ ცოლი უნდა შეიცვალოთ, ვინ ქმარი უნდა შეიცვალოთ. რა ვიცი მეგობრებო, ვის რა გაქვს შესაძლებელი? ეს ბოლო მაგარი იყო, ხო? ცოლი და ქმარი შეცვლა. რა ადვილია, რა დოჩი? ხა. ყველაფერი უნდა შეიცვალოთ. მეგობრებო, ისე მე შევიცვალეო, ესე ადვილია შეცვლა, მეგობრებო. მაინტერესებს. არა, კითხვებს არ პასუხობ. ასე რომ იმყოფებით ტრანსფორმაციაში ჩემო ძვირფასებო და თქვენი ცხოვრება და თქვენ რადიკალურად იცვლებით. ამიტომ თუ კი აირია რაღაც სიტუაცია, არ ინერვიულოთ. რა თქმა უნდა, მის მერიემ თუ მოვინდომებთ, ყველაფერს შევცვლით. როდესაც სხვა ადამიანები არ იცვლებიან, ჩვენ უნდა შევიცვალოთ. კი, სიყვარულზე შემიძლია გითხრათ ერთი რამე. შეიყვარე საკუთარი თავი, ჩემო კარგო. ხო. მერე რა პრობლემაა? ხო დღეს ტაშფანდურა, სახელით რო გვიწერია ესეთი. მე მეზობლები შეცვლა მინდაო. მერე გადასახდი, კაცო და შეცვლილი იქნება. შენ თვითონ გადასახდი. ისინი თუ არ მიდიან, შენ წადი. რა პრობლემაა? ჩაიფიქრეთ ეხა ადამიანი და გავარკვიოთ ეხა რა ხდება მასთან. მეგობრებო, ჩაიფიქრეთ. პარტნიორი ჩაიფიქრეთ. მეზობელი, მეგობარი, და ქალი, ძმა, კაცი, რა ვიცი, პარტნიორი. ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ, მეგობრებო. ხო, ჩაიფიქრე. გოგო, სად ხარ, გოგო, აქამდე დამავიწყდა მოწერა. ძალიანაც კარგით უმოხვედი. გავაგრძელებ ეხა მეგობრებო. დავიწყეთ ეხა თქვენი პარტნიორი, ჩაიფიქრეთ. ჩაიფიქრეთ ჩემო ძვირფასებო, ხო. და ნახოთ ეხა რა ენერგიებში იმყოფება, ქალბატონი თუ ვაჟბატონი. შენი დახასიათება გამოტოვე, არა უშავს. რა ენერგიებში იმყოფება ეს საცოდავი და გარდასახვის პერიოდში იმყოფება, ფანრით დადის და გამოსავალს ეძებს. ძალიან დარჩენილია წარსულში. ვიცით ხო, ეს ლამპა არის ძველი, ძველებური. ხო, ძველ მოგონებებშია დარჩენილი. ძველ წარსულ დროს იხსენებს აი საცოდავი. ხო, თუ რა იყო ადრე და ეხლა რა არის. ისე სხვათა შორის ამ ლამპაზე ძალიან ვგიჟდები, მე მიყვარს. ხო. ფანრით კი. ძალიან მიყვარს ესეთი. ეს ადამიანი, რა ვთქვა, მაგრამ ეხლა გამოიღებს ხელს. ხო, გამოიღებს ეხლა ხელს, მეგობრებო? ნახეთ რა კარტებია. ცეცხლს დაანთებს ამ მოედანზე. ხა, მე ხო გითხარი შენ ყველაფერი არ უნდა ისაუბრო აქ? ხო. მაგას ყველაფერი აქ კი, ანა მარია. მაგას ყოლისფერი აქ რაცა საჭირო. ხო და ჩემო ძვირფასებო, ლიკუნა სხვათა შორის მაგარი გოგოა, მეგობრებო. ხა, ძალიან მაგარი გოგოა, რო იცოდეთ ისე რო იცოდეთ ჩვენში დარჩეს.
ხო, გავაგრძელებ ახლა. ამ ვაჟბატონს თუ ქალბატონს მეგობრებო, თითქოს ხელყოფა უნდა სიყვარულის მხრივ. შეიძლება დაბრუნება უნდა, ხო, და დაბრუნება უნდა, გახარება უნდა, ცეცხლის დანთება უნდა, თითქოს რაღაც საჩუქრის მოწყობა უნდა, ენთუზიაზმი აქვს ამასთან დაკავშირებით. აი, ამბიცია აქვს. ხო. ამბიცია აქვს. ამ ყველაფერს იხსენებს და კიდე უნდა. ხო, ამას არ გეუბნებათ თქვენ, რო იხსენებს და რო არა აქვს და კიდე რო უნდა. ხედავთ? როგორ მეუბნება არ ილაპარაკო? ეხლა მეორე დასტას მოვიტან. ამას ვაჩვენებ, ახლა მე როგორ უნდა არ ლაპარაკობა? მე ვაჩვენებ. მე აბარისთვის ვარ აქ. ახლავე ვიტყვი. ახლავე ვიტყვი. აბა ეხლა ამიჭიკჭიკდი ბიჭო? ბიჭიკო, ამიჭიკჭიკდი აბა რას გვიმალავს? მეგობრებო, რას გვიმალავს? რას არ გეუბნებათო? რას არ გეუბნებათ და ამას არ გეუბნებათ. ნახეთ ახლა რა ხდება აქ. არ გეუბნებათ რომ ზამკნუტია, ჩაკეტილია. არ გეუბნებათ იმას რომ ცუდათაა. იქნებ თქვენს საყვარელ მელოდიას უსმენდეს. იქნებ თქვენ გრძნობს თქვენს ინტუიცი, ანუ ინტუიციურად გრძნობთ ეს ადამიანი, მეგობრებო. ხო. ამა ეს ადამიანი თითქოს გრძნობს თქვენს ტკივილს, გრძნობს თქვენს სიხარულს, გრძნობს თქვენს ბედნიერებას, გრძნობს, ანუ ყველაფერს გრძნობს ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით. კიდევ. ხო. კიდევ მეგობრებო, ისი ენერგიები. შეპყრობილია ეს ადამიანი. აი ეს ადამიანი იმყოფება მაგიის ქვეშ, ჩემო ძვირფასებო, ხმამაღლა ვიტყვი ამას. ეს ადამიანი იმყოფება მაგიის ქვეშ, აძერჟიმას და ვაზძეისტვი. ნიშნავს პირდაპირი მნიშვნელობით შეპყრობილია და მაგიის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ხო. ანა მარია, გადამივარ, ანა მარია, რა დღეშია, ხო ხედავ? შენ რომ პირს გააღებ, ეს ადამიანი გტება. იცი შენ? აი მედიტიკო. არა გადავარდა. არ გეუბნებათ იმას, რომ თავის შეცდომებს ითვლის. ხო, არ გეუბნებათ იმას, რომ გულღიათ უყარხართ. არ გეუბნებათ, პირში წყალი აქვს ჩაღუბებული. არ გეუბნებათ. არც გეტყვით, მეგობრებო. ამას. თვითონ ამას არ გეტყვით. ბევრი დააშავა თქვენთან ეთყობა, ზოგადად და ამ ყველაფერს ნანობს. არ გეუბნებათ. არა, შეცდომებზე საუბრობს. შეიძლება ეს შეცდომები ამ მაგიებით იყო. არც ესაა გამორიცხული, მეგობრებო. ხო, მეგობრებო. საჯარო გვაქვს და ამიტომ გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი რამე შეიძლება რადგან საჯაროა არ დაემთხვას, ამიტომ არ ვინერვიულოთ. ხო, კიდევ მისი ენერგიები. თქვენგან შორსაა. გულგატეხილია. ხო, თუმცა ძალიან დიდი სურვილი აქვს თქვენთან მოსვლის. ეს ადამიანი, როდესაც გხედავთ, სოცქსელებში გადატრიალებული აქვს სოციალური ქსელები, მეგობრებო. ხო? მოდი ესე ვიტყვი, კაიფობს თქვენთან. თქვენთან დაკავშირებით. გიждდება, მეგობრებო. გიждდება. გამოღვიძება ეწყება. ბნედვა ეწყება, კრუნჩხვები ეწყება. ხო. ხო, ასეა. კიდევ. იცით რას ამბობს? შენ ხარ ჩემი სულმეითიო, ამბობს. დაცოდავე მისი დღე. ხო, ჩვენ შორისო მოხდაო ესო. აპერწკალიო, მეგობრებო, საინტერესოა.
ეს ადამიანი ამბობს, რომ ძალიან ბევრი გეწინააღმდეგებოდათ ეს ადამიანი. ხო. ხო, ძალიან სიამაყეა. ეს შეიძლება იყოს ძალიან ისეთი ქედმაღალი ადამიანი, მეგობრებო. რომელმაც თვითონ დაასრულა ეს ურთიერთობა. აგიღმართათ საზღვრები. ხო. მეგობრებო. ეს ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს იცით რაზე? თავის დროზე რაღაც არ გარისკა თქვენთან ოჯახი. იქნებ თქვენთან შვილზე უარი თქვა. ეხა ყველასთან არა, მეგობრებო. ვიღაცასთან შვილზე უარი თქვა. იქნებ თქვენ გინდოდათ შვილი და ამ ადამიანმა უარი გითხრათ. ხო. ამ ყველაფერს იხსენებს ახლა. რა ტკივილიც მოგაყენათ. ან იქნებ ფეხმძიმე დაგტოვათ ბავშვის მოლოდინში. მეგობრებო, იქნებ ბავშვთან მარტო დაგტოვათ. პატარა ბავშვით დაგტოვათ. ან ამ მდგომარეობაში დაგტოვათ ბავშვის ლოდინში. ფეხმძიმობის პერიოდში დაგტოვათ იქნებ, მეგობრებო. არ ვიცი ხა ვისთან რა და ვისთან რა. თქვენთან არა, მაგრამ შეიძლება ვიღაცასთან ესეც იყო, მეგობრებო. ყველაფერი თქვენ თავზე არ მიიღოთ. ძალიან უნდა ამ ადამიანს თქვენთან სიახლოვე. აი ძალიან უნდა. თუ კი გქონდათ, რაც გქონდათ, ისე ნატრება. თუ არ გქონდათ, უნდა თქვენთან სიახლოვე. მაგრამ რაღაც ჩაიხლართა, ყველაფერი ჩაიხლართაო ამბობს. გაუგებრად ჩაიხლართა ყველაფერია. ძალიან დიდი ტკივილი თავის დროზე, ხო? უარი გითხრათ თავის დროზე, მეგობრებო, ნახეთ უბრალოდ როგორ საუბრობს კარტები. თავის დროზე ამ ადამიანმა ზურგი შეგაქციათ. უარი თქვა, იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებოდათ. უარი გითხრათ. იმ დროს, ნახეთ რა წერია. და ატკაზი, უარი. დრო და უარი. მისი ენერგიები. მისი ამ ადამიანს ბალანსი უნდა თქვენთან. ამ ადამიანს უნდა რომ ბოდიში მოგიხაზდათ. ხო, ძალიან გაავებულია ამის გამო. თავისი დანაშაულის გამო. ამ ყველაფერს არ გეტყვით თვითონ, მეგობრებო. არა. დასტა შევცვალე, ხო ხედავთ? ამ ყველაფერს თვითონ არ გეტყვით, მაგრამ ასეა. კი. კარმა მოუკაკუნა ასე. მოვედი და უძახა კარმა. ხა. აბა როგორია უთხრა? კარგია? არ ყოფილა კარგი? ხო. კარმა მეგობრებო, მოუჭირა, ყელში კი არ მოუჭირა, ქვემოთ მოუჭირა. ნახეთ ბაწარი სადა აქვს. ხა. ხა, ბაწარი ზევით კი არა აქვს, კისერში, კისერით ჩამოღვჩვალი კი არა? საქმეც მაგაშია. ხო, ფეხებით ჩამოღვჩვალია. ხო, ძალიან კაი, რა თქმა უნდა, აბა რა. ხო, და იმიტომ ახლა გაავებული, რა ქნას რო არ იცის, მეგობრებო. ისეთი შთაბეჭდილება მჩება, რომ ეს ადამიანი არავისთან აღარაა, იმიტომ რომ ვერ იქნება ვერსად. ვერავისთან ვერ იქნება, მეგობრებო. ხო, ხვებით აქ წაჭერილია, მარია, რა გავაკეთო? ხო, წოუჭირეს ასე. ვაიმე რა მაგარია. რა ხალისობთ? არა და კარტი ხო იცით არ ტყუა, მეგობრებო. ხო იცით? დასტები არასოდეს ტყვის. ხა. რა უნდა აქნიოს, ვეღარ აქნეს. დაქნეული დარჩა. ხა. პასლეცტვიე, რაც გააკეთა იმას იმკის ახლა. ნახეთ რა წერია.
ხო, ფეხებითაა შეხედეთ, იმიტომ რომ ხელები ზევით აქ და ბაწარი აგერ აქვევით. ცოტავე ამის ტყე. პას ლეცტვი, რაც დაიმსახურა, მიიღო ის. ხო. ამ ყველაფერს არ გეუბნებათ, იმიტომ თქვა აგერ არ თქვაო. დასტა შევცვალე მეგობრებო, ნახეთ. ხედავთ, ხო? ხო. ზუსტად, ამ კარტის მხატვარს ბრავო. მაგარა, ნამარია. ჩაუკაკუნა არა, ჩაუკუკუნა. ჩაუკაკუნა და კიდევაც ჩაუკუკუნა. ჩაიკუკუნე, იუმორი ნაშიროა. ოხ, როგორ ოცნებობს თქვენთან ოჯახზე და პასუხისმგებლობაზე. ეხლა არ გადმომიხდეთ აქ. ამ ადამიანს ძალიან უნდა დაბრუნება. თქვენთან ოჯახის შექმნა. თუ არ გქონდათ, შექმნა უნდა. თუ გქონდათ, დაბრუნება უნდა. ძალიან ამის დიდი იმედი აქვს. ხო, ამის დიდი იმედი აქვს. ამ ადამიანს ძალიან სწამს, რომ თითქოს და ხო, დაბრუნდება. თითქოს და რას ამბობს, იცით, რაღაცის დამტკიცებას ცდილობს, მეგობრებო. არ ვიცი, თითქოს რაღაცას დაგიმტკიცებთ, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა. ნუ ხა ყველასთან შეიძლება ესე არ იყოს, მაგრამ თითქოს რაღაც მტკიცებულებაზე საუბრობს. რაღაც მტკიცებულებას ელოდება, იქნებ რაღაც საბუთს ელოდება, იქნებ რაღაცის მიღებას ელოდება, არ ვიცი, მაგრამ ამის ძალიან დიდი იმედი აქვს. ნახეთ რა წერია. ჯერ ზემოთ ნახეთ რა წერია. ნაძეჟდა. ნაძეჟდა ხო არ ქვია კიდე რომელიმე თაგანის პარტნიორს, ნადია, ნადეჟდა. მეგობრებო, ხო არ ქვია. ხო, ასე რომ ესეთი იმედითა ადამიანი. ხო. Diavol dovesei. Diavol dovesei, non lo so. No, mai lo so, Anna Maria. No, mai lo so. E anche no voglio lo so. No voglio. Niente. ხო. ესეთი იყო მეგობრებო, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის დახასიათება, ასე რომ ადამიანი არის დუმილა. Mamma mia, mi raccomando. Va bene. Va bene, amore mio. ეხლა ჩემო ძირფასება დავიწყოთ. რა დავიწყოთ არ ვიცი, მაგრამ დავიწყოთ. დავიწყოთ. ეს მინდა დავტოვო აქ. და მინდა შევეკითხოთ ასტას. ვისი თქმა სურს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს და არ გეუბნებათ. ხო. ეხლავე ვნახავ. ტყუილი თუ მართალი კიდევ. რასაც ფიქრობს, ტყუილია თუ მართალი. ხო, თავისი მიზნები და ოცნებები ტყუილია თუ მართალი. რისი თქმა სურს. არა, რას გიმალავთ? მიხოსწორად. ეს თქვი, ხო? რას გიმალავთ? მე ვკითხოთ, რას გეტყოდათ? მე შევეკითხოთ, რასაც გეტყოდათ, მართალია თუ ტყუილი? ტყუილი თუ მართალი? ხო.
სიმართლის თუ იტყვის თქვენი პარტნიორი აღიარებს რომ დააშავა აღიარების შემთხვევაში თუა სანდო შევეკითხოთ თუ არის სანდო ხო ოხ დედიკო მეგობრებო კიდევ რა შეიძლება რომ შევეკითხოთ დედა აი ხედავთ მეგობრებო ამის ამოვაყირავე დღეს ტაროს დასტებს არ ამოვაბრუნებ აი ესე სწორ მდგომარეობაში წავიკითხავ მე მგონი ეხლა 7 დღე უნდა გავიდეს რომ შეცვალოს მე მგონი პროფილის სურათი თუ არ ვცდები ესეა ანამარი არის ნერვიულა მე მგონია 7 დღემდე ვეღარ შეცვლის ხო დამშვიდდი ახლა 7 დღე ანამარია მომავალ ამ კვირამდე Próxima semana, Ana Maria. აბა? მოკლედ დავიწყებ მეგობრებო. იმედია ჩაიფიქრეთ პარტნიორი. რას გიმალავთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? ეს რატომ ამოგვივიდა? რას გიმალავთ? რას გიმალავთ თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? იმას გიმალავთ, რომ ცუდათაა. იმას გიმალავთ, რომ რაღაცა გაღმა ნაპირზე იმალება, იხედება. რას გიმალავთ? გატყუებთ რაღაცებს, მეგობრებო. ხო, გიმალავთ იმას, რომ გატყუებდათ. გიმალავთ იმას, რომ ხო, გემალებათ. ნახეთ, თვითონაც გემალებათ, მეგობრებო. გემალებათ, იმიტომ და გიმალავთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გეპაექრებოდათ სულ მეგობრებო, სულ გებრძოლებოდათ, სულ გულს გტკენდათ, სულ მარტო გტოვებდათ, თვითონ გარბოდა, ხა. უარს ამბობდა ხშირად რაღაცეებზე, თქვენთან დაკავშირებით. თქვენს აზრს არ ითვალისწინებდა. კიდევ რას გიმალავთ? ეს ადამიანი რაღაც მნიშვნელოვან ამბავს გიმალავთ, მეგობრებო. მნიშვნელოვან ამბავს გიმალავთ. რა არის? რა არის ის ამბავი, რასაც გიმალავთ? და ხო ვერ მოვისვენე, კაცო. რა ამბავს გიმალავთ? რა მნიშვნელოვანი ამბავია, რასაც გიმალავთ? ხო, ეს თქვენ ხართ. ხო, პირველი ქალის სურათი, რომელიც ამოდის, ეს თქვენ ხართ, მეგობრებო. ხო, ეს პირველი სურათია, ეს თქვენ ხართ. გიმალავთ იმას, რომ თქვენ ხართ მისი იმპერატრიცები, თქვენ ხართ მისი იმპერატორი ქალები, თქვენ ხართ მისი ოჯახის დიასახლისები, თქვენ ხართ მისთვის სასურველები, თქვენ ხართ ის ადამიანები, მეგობრებო, რომლებთანაც ისურვებდა ოჯახს. ეხლა არ მითხრათ საპირისპიროდ რამე, მეგობრებო. ეს არის ის, რასაც გიმალავთ თვითონ. ხო, არ გეუბნებათ ერთია, მაგრამ ესე როა ეს მეორეა. არიან მამაკაცების კატეგორია, რომლებიც არ აღიარებენ იმას, რომ ძალიან მაგრები ვართ ქალები. მეგობრებო, არ ეწყინოს ახლა ვინმეს, ჩემი ესეთი საუბარი. ვინც მიყურებთ ახლა? თქვენზე ვსაუბრობ, მნიშვნელობა არა აქვს. მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი? თქვენი პარტნიორისთვის თქვენ ხართ ძალიან მაგარი ადამიანები. ხო, ნუ ერთია ბატია უთავოთ ხო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თავის დადგმა არ შეუძლია არაფერზე. ამის ტვინი სხვანაირად აზროვნეს, მეგობრებო. ნუ რა ვქნათ ეხლა? ხო, ამიტომ თქვენ ხართ ამ ადამიანისთვის ძალიან ისეთი. ხო, იმედი და რწმენა.
ძალიან დიდი იმედი აქვს თქვენი. ძალიან დიდი იმედი აქვს თქვენთან დაბრუნების. მართალია მისთვის ახლა გაუგებარია ეს სიტუაცია, მაგრამ თვითონ ამბობს, რომ მე დაბრუნდებიო, მე მინდა დაბრუნებაო. მეგობრებო, ამ ადამიანს თქვენთან მოსვლა უნდა. დაპატიჟება უნდა, პიკნიკის მოწყობა უნდა, რას გიმალავს და გეტყოდათ იმას, ამას, ამ ყველაფერს გიმალავთ, არ გეუბნებათ, რომ მისი სურვილია ესეთი. ახლა უნდა დავსვე ესეთი შეკითხვა. ეს ყველაფერი, რასაც ახლა თვითონ ამბობს თქვენთან დაკავშირებით. თუა დასაჯერებელი. თუ უნდა დაუჯეროთ ამ ადამიანს, რასაც საუბრობს ეს მართალია, დაუჯეროთ, უნდა თუ არა? თუ უნდა დაუჯეროთ. თქვენ არ გჯერავთ. თვითონ ამბობს, მე რაც არ უნდა გითხრა, შენ მაინც არ დამიჯერებო. თვითონ ამბობს, მეგობრებო, ნახეთ. უბრალოდ შეხედეთ, ახლა როგორ საუბრობს დასტევი. არ ვიცი თუ ხედავთ ახლა ამ ყველაფერს. მეგობრებო, ხედავთ ხო? ხო. შენ მაინც არ დამიჯერებო, ამბობს. მე რაც არ უნდა ვილაპარაკო, შენ მე მაინც არ დამიჯერებო, შენ ჩემი არ გჯერავ, ამბობს. იმიტომ რომ დაიმსახურა. სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო, ხო გაგიგიათ? იმიტომ მეგობრებო, ხო? თქვენ არ გჯერათ. მე მაინც მინდა ვკითხო. თუმცა სამყაროს კარტიც აქაა. თუ არის დასაჯერებელი მისი ეს სიტუაცია? კი, მეგობრებო, ნანობს. ეხა არ მითხრათ, რომ მაგან სინანული არ იცისა. მეგობრებო, ეს არის სინანულის კარტი. ნახეთ, მონანიება. ეს ადამიანი ძალიან ნანობს თავის აქციელს კი. თავისთვის ნანობს. ეხა არ გეუბნებათ ეს მეორეა, მაგრამ თვითონ ნანობს კი. არ ჩანს კარგად. რატო? რატო არ ჩანს კარგად? ძალიან ნანობს თვითონ კი. კი, დაიჯერეთ, რასაც ამბობს ამ წუთას აქ ახლა რასაც საუბრობს, ეს ნამდვილად ასია კი. ძალიან ნანობს და ხო, ამბობს რომ კიო, მე მართლაც მასე ვარო. ნანობს ძალიან მეგობრებო. სიმართლეს ამბობს ესე იგი. მოკლედ, ეხლა რა მინდა შევეკითხო. რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი? აი თქვენ შორის ეს განხეთქილება, რაც მოხდა მეგობრებო. რა იყო ამის მიზეზი? თუ წავიდა, თუ იჩხუბეთ, თუ იკამათეთ, თუ ამ ადამიანმა შექმნა ისე პირობა, რომ თქვენ წასულიყავით, მნიშვნელობა არა აქვს. რა სიტუაციაც გააქვთ ეხლა ურთიერთობაში? რა იყო ამის მიზეზი? ძალა, კონტროლი. ძალა და კონტროლი. რა იყო ამის მიზეზი? ბევრი შემთხვევაში შეიძლება იყოს მაგია, ბევრი შემთხვევაში შეიძლება იყოს პრობლემები. პრობლემები შეიძლება იყოს მემკვიდრეობის, სამართლებლის, სამართალის, აქ შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, მორალური, ფიზიკური, ფინანსური, მატერიალური პრობლემები სამართალთან. ხო. პასუხისმგებლობის პრობლემა, კიდევ შეიძლება საბუთების პრობლემა. ხო, ქონდა ამ ადამიანს. ჩვენი გვაჩვენა რომ არის ზემოქმედების ქვეშ, ეს სურათიც მაგას ამბობს და ძალის გამოყენება კი მეგობრებო, აქ არის ნეგატივი. მეგობრებო, ხო არ გაჭედა? მეგობრებო, ხო არ გაჭედა, თუ იცით? თავარია ჩემთან არ გაჭედოს.
რა იყო ხელი შემშლელი ფაქტორი კიდევ? ძალიან ბევრი ვართ, ამიტომ კიდევ შევეკითხები. რა იყო ხელი შემშლელი ფაქტორი? გულგატეხილობა. ამ ადამიანმა ხო, შეიძლება წავიდა ფინანსების გამო, რაღაც ბიზნესის გამო, კომერციული საქმიანობის გამო, ექსპორტი, იმპორტი, ექსპორტი, რაღაც მოლაპარაკებები ქონდა თქვენგან მალულად, რაც იყო დაკავშირებული ფინანსებთან, თუ ბიზნესმენია ეს ადამიანი ბიზნესი ქონდა რაღაცა ისეთი, რაც თქვენ არ იცით. ხო, მოკლედ უარი თქვა ამ ყველაფერზე, თქვენთან დაკავშირებით ადგა და წავიდა. ხო. გულგატეხილობა, სამაგიეროდ, მეგობრებო, წასვლა. ხო, წავიდა. მაგრამ ამ წასვლის კაც დავტოვებშით. ხო. ამიტომ ეხლა აქვს ძალა გამოლეული, ნებისყოფა აღარ აქვს. თუმცა უკან არიხევს იმისთვის, რომ ფეხზე დადგეს. კი. ხო, ძალიან ბევრი ბრძოლა უწევს ეხლა. იმის გამო, რომ გადარჩეს. ბრძოლა გადარჩენისთვის. ვის რა აქვს გადასარჩენი მე არ ვიცი, მაგრამ მე რაზე ვსაუბრობ, თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით. კიდევ. ეს ადამიანი შეიძლება იყოს ზოგიერთებთან ფორმიანიც. ფორმასთან დაკავშირებული რაღაც საქმიანობით. ხო, შეიძლება იყოს დაცვის თანამშრომელი, რომელსაც აცვია დამცავი ჟილეტი. ხო, ესეც შეიძლება იყოს. მილიცია, პოლიცია, ჯარისკაცი, ადვოკატი, გამომძიებელი, ექიმი, ექთანი, მეცნიერი, ბარმენი. ხო, ნებისმიერი ოჯახის გარეთ ფორმა აცვია ყველას, მე მგონი. სკოლის მოსწავლეც ფორმაში იგულისხმება. ნუ მაპატიეთ, მაგრამ რაღაც უნიფორმა აცვია ადამიანს, რაღაც საქმიანობასთან დაკავშირებით თავისი შესაბამისი ფორმა აცვია. ხო, გამომძიებელს თავისი ფორმა აცვია, კიდევ ვიცით ხომ? გრძელი მანტია, ხო, რაღაცით არის. რითი არის მე ვერ ვიცი, ხო, ძალიან ბევრი ვართ. 50 ადამიანი ვზივართ ახლა აქ. ამიტომ ყველას ვერ ჩამოვთვლი. საგზაო პოლიცია შეიძლება იყოს, მილიცია, პოლიცია. შეიძლება ცხენზე ჯირითობდეს, სპორტსმენიც იყოს შეიძლება, მეგობრებო. რაღაცნაირად ესეთი შთაბეჭდილება მჩება. რაღაც ქუდიახურია კიდე თავისებური. ნუ რა ვიცი, მეზღვაურიც შეიძლება იყოს. ხო, და ასე შემდეგ. ექიმი, ექთანი, კი ბატონო, ქირურგი, კი მეტალთან შეხება აქ ხშირი ამ ადამიანს, მძღოლიც შეიძლება იყოს. ექიმი, ექთანი, ქირურგი, კი მეტალთან აქ ხშირად შეხება. ჭრელი, ბასრი, შეიძლება იარაღები იყოს. შეიძლება უყვარდეს იარაღი, იარაღის ტარება შეიძლება უყვარდეს, რაღაცა კოლექციას აგროვებდეს. მეგობრებო, ეხლა მომდის ესეთი ხედვები. რაღაცა კოლექციას აგროვებდეს. ყველაფერი შეიძლება. მოკლედ, გავაგრძელებ ეხლა. რას გეტყოდათ ეს ადამიანი? აი ეხლა უფლება რო კონდეს, რას გეტყოდათ? აი რომ მიცეს ეხლა უფალმა და სამყარომ უფლება, თქვენც რომ მიცეთ უფლება. აი რო შეეძლოს, რომ შეეძლოს, რომ ნება კონდეს, ნებასურველი რო იყოს ეხლა. რას გეტყოდათ? აი მე უფალს როგორ ევედრება იმას, რომ ოღონდ თქვენამდე მოვიდეს. ოღონდ უფალმა თქვენამდე მოუშვას. შეხედეთ მეგობრებო. როგორ დაჩოქილი ლოცულობს და ბედის ამარა როგორა დარჩენილი, ფორტუნას ბორბალი, როგორ ოცნებობს იმაზე, რომ უფალმა ამ ადამიანს თქვენთან გზა გაუხსნას. ხო. გრევებშია.
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ნგრევებშია. მეგობრებო, შემცილა. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ნგრევებშია. და არ გეუბნებათ ამას. კიდევ. რას გეტყოდათ? გეტყოდათ იმას, რომ ძალიან ცუდათაა. უფლის კართან დადის რო იტყვიან. რას გეტყოდათ? სიახლების დაწყება მინდაო გეტყოდათ. ძალიან ბევრი სურვილი მაქვს შენთან დაკავშირებითო გეტყოდათ. პასუხისმგებლობით მინდა მოვიდეო. მინდა ოჯახის შესაქმნელად მოვიდეო. მინდა ოჯახში დავბრუნდეო. მინდა ვიბრძოლო ჩვენთვისო. კი? მინდა სიყვარულიო. მინდა ბედნიერება შენთანო. მინდა ნეგატივის გარეშე. ეხლა უყურეთ. ეს არის ძალიან ნეგატიური სურათი, სადაც ადამიანები ერევიან სხვების ცხოვრებაში. ანუ თქვენს ურთიერთობაში ამბობს თვითონ, ჩვენს ურთიერთობაში ჩაერივნენო. თუმცაო ამბობს მეგობრებო, იმას, რომ მე მინდა გადაწყვეტილება მივიღო ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ჩვენი ურთიერთობა თავიდან დავიწყო ახალი ფურცლიდანო. ხო. მეგობრებო, ნიშნობა, ქორწინება, ურთიერთობა, ბედნიერება, სიყვარული, ემოცია და ტრანსფორმაცია. ხო, უყურეთ ახლა რა ხდება. ეს ადამიანი იქაც გვაჩვენა, რომ იმყოფება ტრანსფორმაციაში, ხო. თქვენი ურთიერთობა მოკლედ არის ტრანსფორმაციაში, უფრო ეს ადამიანი. ვაიმე მეგობრებო, ვერ დავილაპარაკე. აი იმდენად ნეგატივი აქვს ამ ადამიანს, ვერ დაინახეთ ხო, ვერ დავილაპარაკე მეგობრებო. თქვენი ურთიერთობა არის მანძილზე, თქვენ ერთად არ ხართ. შეიძლება ძალიან დიდი მანძილი იყოს თქვენ შორის. მე აქ რას ვხედავ თუ იცით? მეგობრებო, რატომღაც ვხედავ, რომ ეს არის აკრძალული სიყვარული, არ ვიცი. კი, რიტუალებიც არის აქ. აქ ყველაფერი არის, დისტანცია არის. ეს ადამიანი გიყურებთ და ვერ გეხებათ. ხელშეუხებელი ურთიერთობაა ეს. აქ ურთიერთობა ახლოს არაა. ეს არის ურთიერთობა მანძილზე, პლატონური სიყვარული. ხო, ზოგიერთებთან შეიძლება არ იყოს, მაგრამ უფრო პლატონური სიყვარულია, დისტანციური სიყვარულია. ბუზო, რა გინდა ეხლა აქ ჩემთან, ხომ არ მეტყვი? ხო. ზოგიერთებთან მართლა შეიძლება იყოს, აი ხო გეუბნებით, მეგობრებო. ხელშეუხებელი სიყვარული, ამ წუთას ესეა. ხო და ზოგიერთებთან კიდევ შეიძლება ისიც იყოს, რომ არ ხართ საერთოდ შენახვედრი, მეგობრებო. შეიძლება ესეც იყოს. პლატონური სიყვარული, ხელშეუხებელი სიყვარული. რას მელაპარაკები, ქალა? რას ამბობ? რა თმინდა, ბუზი? ბუზი გამოგიგზავნა პლატონამო, ასე მწერენ. არ მჭირდება. მომიბზოილა, მეგობრებო, და ანა, პროსტა უბრალოდ დაინახეთ, როგორი შავი ბუზია, დიდი ბოხვერა. ელექტროის რა ვიყიდო საკლავი, ჩოგანი. შემომიძვრა საღაციდან ახლა და მიბზოილებს, კი? ბზოილა, მეგობრებო, ეს არის ბზოილა, ესე რო იძახის. ხო. მე უნდა ვიყიდო, კი? მოკლედ, ჩემო ძვირფასებო ესეა. ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ რაღაცა შემოგთავაზოთ. რაღაც ახალი დაიწყოს. კი, ამ ურთიერთობაზე იმუშაოს. თქვენთან სტაბილურობა უნდა. თქვენ ხართ მისი ფუფუნება. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც ფუფუნებაში ყოფნა გიყვართ და ეს ფუფუნება უნდა მას. თქვენ ხართ მისი ფუფუნების საგანი. ხო? სიყვარული უნდა ამ ადამიანს თქვენთან, მაგრამ
ამის გარეშე არ გამოვა. ნახეთ რა წერია. მაგია, მაგი, манипуляტორი მაგი. ამის გარეშე არ გამოვა. ხო. ესეთი რამეები ეთყობა უყვარს, манипуляციები. ამ ადამიანს ოქროს ხელი აქვს, მეგობრებო. ხელს რასაც მოკიდებს, ყველაფერი გამოდის. ხო, მამაკაცების შემთხვევაში ეს ქალბატონი ძალიან მაგარი ხელგამოსულია, ბიჭებო. თქვენი ქალბატონი ძალიან ხელგამოსულია. არაფრიდან რაღაცას გააკეთებს და ეს რაღაცა ისეთ გემრიელი იქნება, რომ ჭამით ვერ გაწყებით. ხელგამოსული ოქროს ხელებაა თქვენი პარტნიორი, მეგობრებო. ვიღაცის პარტნიორი კიდევ მწეველია. ვიღაცა ეხლაც ეწევით, სუნი მეცა. ეხლაც ეწევა ვიღაცა სიგარეტს, მეგობრებო, არ საიდან სუნი მეცა. მოკლედ, ესეა ჩემო ძვირფასება. ასე რომ ამ ადამიანს უნდა თქვენთან დაწყება ურთიერთობის გაგრძელება. ოღონდ ამ ტრანსფორმაციის შემდეგ. ეს ადამიანი ახლა იმყოფება ტრანსფორმაციაში, მეგობრებო. ამიტომ ამ ტრანსფორმაციიდან გამოსვლის შემდეგ ელოდეთ მისგან ნაბიჯებს. ახლა ვერ გეტყვით მე როდის დაიწყებს ამ ნაბიჯებს. მაგრამ როდესაც დაიწყებს, გამარჯვებით დაიწყებს. აჰა, პირდაპირ გაგეცით პასუხი. არ ვიცი როდის დაიწყებს, მეგობრებო. ტრანსფორმაცია ეს ის არა ერთი კვირა იყო და უცებ გამოხვიდე. არა, ეს არის ესეთი ტიპი სიტუაცია, ესეთი ერთ-ერთი სიტუაცია, საიდანაც როდის გამოდის ადამიანი, არავინ იცის. ეს არის ინდივიდუალური ადამიანები, ყველას აქვს თავისი მუშაობის მანერა, ვინ როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს, გადახარშავს ამ ყველაფერს და ვინ ადრე გაივლის ამ ტრანსფორმაციას და ადრე მოვა თქვენთან. ეს არის დამოკიდებული მასზე, თვითონ ამ ადამიანზე. რამდენად არის მისაღები მისთვის ეს ტრანსფორმაცია. აქედან არის მაგაზია დამოკიდებული, მეგობრებო. ზოგადად ესე მუშაობს სამყარო. ზოგჯერ არის ადამიანებს არ უნდა ტრანსფორმაციაში შესვლა და წელავენ, იწელება ეს დრო, იწელება. ამიტომ არავინ არ იცის, როდის გამოვა აქედან. ამ ადამიანს რამდენი დააგვიანდება ამ ტრანსფორმაციისთვის, არავინ იცის. მაგრამ მოვა ემოციით, კი. მოვა ჯიუტად, ამაყად. ძალიან ეგოისტია, ეგო აქვს ძალიან მაღალი. გამოცდილი და ავტორიტეტული არის, ავტორიტეტობა უყვარს, უფროსობა უყვარს ამ ადამიანს, მეგობრებო. შეიძლება ესე თითით მიგითითოს, შენ ეს გააკეთე, შენ ეხლა ეს უნდა გააკეთო, ბრძანებლობა უყვარს. ამ ადამიანს უყვარს ბრძანებლობა. 21 საუკუნე, მეგობრებო. სად შეგვიძლია? რას მოიმოქმედებს თქვენს გამო ეს ადამიანი? მისი მოქმედება როგორი იქნება? ეს ადამიანი არ დაგთმობთ. მისი მოქმედება იქნება მოულოდნელი. მისი მოქმედება იქნება ყველაფრის ნოლიდან დაწყება. ამ ურთიერთობაზე მუშაობა. ეხლა არ გამომიხდეთ აქ, არ მჯერაო. ნუ გჯერავთ. თუ არ გჯერავთ, ნუ მომისმენთ. ვისაც არ ჯერავს, ნუ მომისმენს.
ეს ადამიანი ახლა ფიქრობს და სწავლობს თქვენს ურთიერთობას. სწავლებაში რა შედის? რა ხრიკი მოიგონოს, რომ თქვენამდე მოვიდეს მოულოდნელად? რითი მოვიდეს თქვენთან იმას ფიქრობს. არავითარ შემთხვევაში არ დაგთმობთ, იცოდეთ? ხო, ძალიან ბევრს იბრძოლებს. 1000-ნაირად იბრძოლებს. ხო. თქვენ ესე ზიხართ და ელოდებით. თქვენ ესე უნდა იჯდეთ და უნდა ელოდოთ. თქვენ არაფერი არ უნდა გააკეთოთ, მეგობრებო. არც იფიქროთ, რომ რამე გააკეთოთ. თქვენ იყავით იქ, სადაც ხართ. თუ თქვენ ოჯახი გქონდათ და ეს ადამიანი ოჯახიდან წასულია, თქვენ ბრძანდებოდით მაგ ოჯახში და თვითონ ინერვიულებს და თვითონ მოვა. თქვენ იყავით ამ ოჯახში, ბრძანდებოდით. თუ სურვილი გაქვთ ამ ადამიანის დაბრუნების, დაბრუნდება ეს ადამიანი თქვენთან ოჯახში. თუ სურვილი არ გაქვთ, მე არც მაგისთვის დამიწყოთ ჩხუბი. უმორჩილესად გთხოვთ. კიდევ მეგობრებო. რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? რას მოიმოქმედებს კიდევ? ხო, ნახეთ ახლა როგორ ფიქრობს. ხო, დაბრძენებული მოვალ, მეგობრებო. მოვა, მეგობრებო, არსად არ წავა. რა ნაბიჯებს გადმოდგამს მეთქი და მოვა, მოდის. მოდის ოჯახში. ბიჭიკო. ბიჭიკო. იცით რა რთულად ეძლევა ახლა ამ ადამიანს თქვენთან მოსვლა? აქამდე თუ მიდიმოდიოდა ესე ადვილად. უნდა და მოდიოდა, უნდა და მიდიოდა, ხა, უნდა და მოგწერდათ, უნდა და დაგივიწყებდათ, მეგობრებო. ხო? მანიპულაციები. ეხლა ეს მანიპულაციები აღარ აქვს მას. თქვენთან მოსასვლელი გზა ეხლა ძალიან რთულია. ამ ადამიანს ღამე არ ძინავს, რო იცოდეთ ისე. რა, საშიში, ვინ უნდა იყოს საშიში, მეგობრებო, ამის გეშინიათ? ხახნა, არ გადამრიოთ ეხლა ამ ღამე. მეგობრებო, ამის როგორ გეშინიათ? არ გადამრიოთ, მეგობრებო, ამიღამ თქვენი დარდით არ დამეძინება. რას ლაპარაკობთ? ხადაობთ? ოხ, რა რთულია მისთვის. ჯოჯოხეთის დღეები აქვს, მეგობრებო. ჯოჯოხეთის დღეები აქვს, მეგობრებო. ისე ეშინია. იცით რისი ეშინია? ხო, არ გყავთ ვინმე? ამის ეშინია. ხო. თქვენთან რომ მოვა, ხო არ გააგდებთ, ან სამაგიეროს ხო არ გადაუხდით. ვალის დაბრუნების პონტი რა, სამაგიეროს დაბრუნების პონტი. ხო, ნახეთ. აი ეკრობას ხო არ დაუწყებთ, მეგობრებო. თქვენამდე რომ მოვიდეს, კიდე ხო არ დააპაუზებთ. ეხლა თქვენ დააპაუზებთ, ამას ამბობს. თქვენ კიდე იქეთ გეშინიათ. ამ საცოდავმა რა უნდა გაგიჩალიჩოს, მეგობრებო. ამას მაგიშნო და ლაზათი აღარ აქვს რამე რო გაგიჩალიჩოთ, მეგობრებო. არა, მოდის უბრალოდ, მოდის. ძალიან რთულად მოდის. ძალიან რთულად მოდის. აი ხო გეუბნებათ, რომ ძალიან მეშინიაო ფარული საქციელებისა. ამ ადამიანს ეშინია, რომ ეხლა თქვენ არ გადაუხადოთ სამაგიერო. მხოლოდ იმიტომ მიიღებთ, რომ სამაგიერო გადაუხადოთ. ამის ეშინია. ამას ფიქრობს. ხო. ამას ფიქრობს.
თუნდაც რო დაიბრუნოთ, ხო? იმაზე იფიქრებს, რომ სამაგიეროს ხوار გადაუხდით. არა და ვალს დაბრუნება უნდა, ხო იცით, მეგობრებო? სამართალმა პური ჭამაო. ხო? ნახეთ. ზუსტად სწორად საუბრობთ ჩვენ, რასაც აქ ვფიქრობთ, იმას ფიქრობს ზუსტად მეგობრებო. ჩვენ ხო აქ ყველაფერს ვგებულობთ, აქ მის ქვეცნობიერს ვკითხულობთ, ხო? ყველაფერი მოხდება სამართლიანად. საქმეც მაგაშია. ხო. თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? ვერთო მეგობრებო, თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს, მეგობრებო? თქვენ უყურეთ მოვლენებს. თქვენ შეშინებული რო უყურებთ ესე? ნუ გეშინიათ მეგობრებო. თქვენ რა უნდა გააკეთოთ? ჩახმალულები ხართ. ნუ გეშინიათ მეგობრებო. ნუ გეშინიათ. თქვენ რა უნდა გააკეთოთ? მეგობრებო, ამ ადამიანიდან აუცილებლად მიიღებთ შეტყობინებას. 7-იანების ხმალი და 8-იანების კვერთხები. 7-8 დღეში. 7 საათზე ან 8 საათზე. 7-8 დღეში. მოკლედ, ერთ კვირაში. ერთი კვირის შიგნით ამ ადამიანიდან მიიღებთ შეტყობინებას. რომ მოვდივარო გეტყვით. რომ სტაბილურად მოვდივარო, რომ გონივრულად მოვდივარო, რომ გააზრებული მოვდივარო, რომ გავიაზრე მე ეს ყველაფერი, გადავხარშე მე ეს ყველაფერიო, რომ გონზე მოვედიო, დავგეგმეო და გეგმილად და გადაწყვეტილებით მოვდივარო. აუცილებლად გამაგებიეთ მეგობრებო. პირადში მომწერეთ აუცილებლად. რა გაჩქარებდა დანელია? ყოფაქცევაში 3-იანი. ეს არის მოქმედება. ეს ადამიანი უკვე მოქმედებაში მოვა. მოდის რევოლუცია. ბალანსის შესანარჩუნებლად მოდის სიმშვიდის. ხო, გამოუვალი მდგომარეობის მისაწყნარებლად მოდის. სამკუთხედების დასასრულებლად მოდის. კი, მეგობრებო. მოდის კრიზისი აქვს და იმიტომ მოდის. მოდის ხვავით და ბარაქით. თუმცა ამ ყველაფერს არ გეუბნებათ. და მაინც ჩვენი ესეთი სურათი. ამ ყველაფერს თუმცა არ გეუბნებათ. ეს ყველაფერი იქნება მოულოდნელი თქვენთვის. ხო, მისი გამოჩენა იქნება მოულოდნელობებით სავსე მეგობრებო. ამიტომ ესეთი იყო ჩემო კარგებო დღევანდელი ჩვენი ტაროს ინფორმაცია. ეხლა ორიოდეს სიტყვით მინდა ტარო რაიდერს შევეკითხო. რას გვეტყვის მის გამოჩენასთან დაკავშირებით? ტარო რაიდერი. თქვენი პარტნიორის გამოჩენასთან დაკავშირებით ტარო რაიდერი რას გვეტყვის? ხო, რას გეტყოდათ მეგობრებო? მოსვლასთან დაკავშირებით რას გეტყოდათ ეს ადამიანი? მოსვლასთან დაკავშირებით თქვენი პარტნიორი რას გეტყოდათ? რას ფიქრობს ზოგადად მოსვლასთან დაკავშირებით? თქვენთან მოსვლასთან დაკავშირებით რას ფიქრობს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? ვაიმე. მეგობრებო. პაჟი. კვერთხების პაჟი, მეგობრებო. ნახეთ. და პაჟ
Page of Swords, ხმლების მეფე, ხმლების პაჟი უფრო სწორად. რას ფიქრობს მეგობრებო და მოდის, მოსვლა უნდა თქვენსკენ იხედება. თქვენსკენ იხედება, იმიტომ რომ თასებით მოდის მეგობრებო, ეს ადამიანი თქვენთან. თან პენტაკლებით მოდის, ფინანსებით მოდის. ფინანსებით, ფინანსებით მოდის. მოსვლა მინდა ფინანსებითო. ამას ამბობს მეგობრებო, ტუზი ნახეთ. ტუზი და ოთხიანების პენტაკლები. ხო. გვიქეიფიაო. ძალიან ცუდათაა და იმიტომ მოდის, გამოსვლა. ნახეთ რა ცუდათაა მეგობრებო. ათიანების ხმლებში ასაცოდავი. უთქვენოთ ეს ადამიანი მკვდარზე ვენოკია. ანა მარია აქ-კი? როგორ გეკადრებათ? ანა მარიას ფოტო აქვს შეცვლილი და იმიტომ ვერ დაინახე შენ. შენც ჩემსავით ვერ დაინახე. დანელია. მოკლედ ესეა მეგობრებო, ჩახმალულია თქვენი პარტნიორი, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი და იმიტომ მოვა. სადაა და აქ, ჰალო. აქ იყო ამ წუთას. მეგობრებო, აქ იყო ამ წუთას ანა მარია. ეხლა მინდა ასტრაბარათები გამოვიყენო. აგერა ანა მარია, აი? ვერ გხედავენ, იმიტომ რომ სურათი გაქვს შეცვლილი მეთქინ. ხათუნა, ხათო, როგორ ხარ გოგო? სად დამეკარგე, ქალო? მეგობრებო, ასტრაბარათებს მინდა ვკითხო ეხლა. გაჭედა ხო მეგობრებო ჩემთან? ხო. არა უშავს, გაგძელდა. მე მგონი გაგძელდა. ხო, რაც თავარია გაგძელდა. მეგობრებო, კიდე კაი არაფერი მქონდა დაწყებული. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. რატო გაჭედა არ ვიცი. ასტრაბარათებს მინდა ვკითხო ეხლა. თქვენ სიტუაციაში რა ხდება? თქვენს ურთიერთობაში ასტრაბარათები რას გვეტყვის? რა ხდება თქვენ სიტუაციაში? თქვენს ურთიერთობაში რა ხდება, მეგობრებო? თქვენ სიტუაციაში რა ხდება, მეგობრებო და ეს ადამიანი ბალზია და ტყემალს ჭამს. ხო. ეს ადამიანი ბალზია და ჭამს ტყემალს. ხედავთ ხო რა დაბნეულია? დაბნეულია მეგობრებო. შეშინებული თვითონაა. დაძინებული. დაეძინა მე მგონი წერაში მეგობრებო. ჩამოეძინა ამ ადამიანს. დაჯდა წერა და ანდერძისა. ხო, აი ზუსტად. თქვენ ხართ მისთვის მიუწვდომელი ვარსკვლავი. თქვენ შორის მანძილია. თქვენ ხართ განსხვავებული. თქვენ ხართ გამორჩეული. თქვენ ხართ მოკაშკაშე ვარსკვლავი, რომელიც სადღაც ანათებს. მაგრამ მასთან არა. სხვასთან ანათებთ. სხვა სიტუაციაში ანათებთ. სხვა ქვეყანაში ანათებთ. ეს ადამიანი ბინოკლით გიყურებთ. გიყურებთ თუ როგორი დამოუკიდებლები ხართ. ეს სურათი დამოუკიდებლობისაა.
იქნებ თვითონ გაჩვენებთ ამ ყველაფერ დამოუკიდებლობას, მეგობრებო. იქნებ თქვენ ხედავთ თითქოს და ეს ადამიანი გაჩვენებთ, რომ მე ვარ დამოუკიდებელიო. შეიძლება ოჯახიც ყავდეს ამ ადამიანს, მაგრამ თქვენ გაჩვენებთ თავს დამოუკიდებლად. ნახე, სადაც მინდა მივდივარ, სადაც მინდა მოვდივარ, რასაც მინდა ვაკეთებო, ამას გაჩვენებთ ეს ადამიანი. და მეორეა კიდე რომ თქვენ გხედავთ ასეც. ძალიან დამოუკიდებელს გხედავთ ეს ადამიანი. ორივე ვარიანტი შეიძლება დაჯდეს ნებისმიერ თქვენთაგანთან. ორივეში ვიგულისხმე ის, რომ თვითონაც გაჩვენებთ თავს დამოუკიდებლად და თქვენც გხედავთ თვითონ ეს ადამიანი დამოუკიდებლად. ხო. მეგობრებო. ეხლა როგორ ფიქრობთ? ეხლა როგორ ფიქრობთ, მეგობრებო? ზოგადად ამ კარტის მერე ბარათი აღარ უნდა მოიხო. აქ ყველაფერი ნათქვამია. ეს არის ადამიანი ინიციატივიანი, ხიბლიანი, გონიერი, არის ძალიან სექსუალური, ძალიან ვნებიანი, ძლიერი, ეს არის ადამიანი თავისი ცხოვრების მაგი, ეს არის ადამიანი სტრატეგიული, სიტყვა და საქმე. ხო, ანუ პირდაპირ, ეს არის ადამიანი მესაკუთრე. ხო. მესაკუთრე. ეს შეიძლება იყოს ვერძი, ლომი და შულდასანი. ხო, შეიძლება იყოს. იმიტომ რომ ცეცხლის სტიქია. ხო. მოკლედ თქვენ ხართ მისთვის სასწაული ადამიანები, ამიტომ ამ ადამიანს კონტაქტზე გამოსვლა უნდა. ნახეთ წერო, თითქოს წერილის მოწერა უნდა თქვენთან, მეგობრებო, ამ ადამიანს და ხო, კონტაქტზე გამოსვლა უნდა, იმიტომ რომ თან თქვა იქ მე თავს არ დაგანებებო. თავს არ დაგანებებო, მეგობრებო. მინდა გითხრათ ის, რომ ეს ადამიანი შეიძლება მკითხავთან დადიოდეს, ამ ლაბირინთიდან გამოსავალს ეძებდეს. კი ნახეთ, აქ ხატია. ჯერ ეს არის იდეალიზმი, ხო, ეს ადამიანი გაიდეალებთ, ეს ერთი. მერე ამ ადამიანს რატომღაც არ შეუძლია, ეს ახლა ერთია იდეალიზმის ბარათია, მაგრამ მეორეა ის, რომ ჩემთვის ცოტა ისეთი ფოტოა რა, რაღაცნაირი ფოტოა ჩემთვის. ანუ რაღაც მაგიური შთაბეჭდილება დაგრჩება ამ ფოტოდან გამომდინარე და აი ახლა აქაც რო ეგია, ეს ადამიანი შეიძლება შორს მანძილზე დადიოდეს მკითხავთან. შორი მანძილი შეიძლება იგულისხმებოდეს სოციალური ქსელიდანაც სარგებლობდეს ამ ყველაფერს, ხო, ამის გასარკვევად და თავისი ლაბირინთული ცხოვრებიდან გამოსასვლელად. ნახეთ ახლა, აქ ხატია ხელზე მკითხაობა, აქ ხატია ნუმეროლოგია, ლაბირინთი კიდევ ერთ-ერთი ტაროლოგიის სივრცეა, მინდა გითხრათ და ხელში უკავია კარტები ამ ადამიანს. მეგობრებო, ეს ადამიანი თქვენზე მკითხაობს. მინდა გითხრათ. ეს ადამიანი თქვენზე მკითხაობს, თქვენზე კვლევებს ატარებს, კვლევებს. ხვალ გავაკეთებ, მომდევნო ლაივს გავაკეთებ, რა უთხრა მკითხავმა თქვენს ჩაფიქრებულ პარტნიორს. ამ საღამოს გაგრძელების ლაივს გავაკეთებ მომდევნოს. აი ესე ვიზამ. აუცილებლად გავაკეთებ მაგაზე გაშლას.
რატომ წავიდა მკითხავთან და რა ინფორმაციისთვის წავიდა და რა ინფორმაცია გაიგო და თუ იყო კმაყოფილი. აუცილებლად გვექნება მომდევნო საჯარო ლაივი, როდესაც ჩავრთავ. იქნებ ხვალ ჩავრთო, იქნებ ზეგ ჩავრთო, იქნებ საერთოდ აღარ ჩავრთო ამ კვირაში. არ ვიცი მეგობრებო, ხო იცით რომ მე არ ვიცი. მომდევნო ლაივი მე დავიწერ ახლა სათაურს, გავაგრძელოთ ამ საღამოს გაგრძელება იქნება მომდევნო ლაივი. რადგან ეს აქ ამოვიდა, ძალიან საინტერესო გამოვა. ეს იქნება პირველი ნაწილი, დღევანდელი იქნება პირველი ნაწილი და მეორე ნაწილი იქნება გაგრძელება. აი ესე. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. მე აუცილებლად დავიწერ, ამ წუთას დავიწერ ახლა. ამ წუთას დავიწერ. რატომ წავიდა მკითხავთან და რა უთხრა მკითხავმა? ეს იქნება პირველი დღევანდელი და მეორე იქნება რა უთხრა მკითხავმა. თან გავიგოთ, რატომ წავიდა. და თუ არის კმაყოფილი. გაგებული ამბით. საინტერესო გამოვა ნამდვილად. ნამდვილად საინტერესო გამოვა ჩვენი მომდევნო ლაივი. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ, ბედნიერი დილის გათენება მინდა გისურვოთ. და სულ დალოცვილები ყოფილიყოთ. არაფერზე არ ინერვიულოთ მეგობრებო. ამად არ ღირს. ნამდვილად არ ღირს ეს ყველაფერი. ასე რომ მშვიდობიანი ღამე ყველას, ბედნიერი დილის გათენება, ხვალინდელი ბედნიერი და იმედიანი დილის გათენება. ძალიან მომწონს ეს გვარი, ამი რეჯიბი. უღრმესი მადლობა ყველას, თითოეულ თქვენთაგანს. დავით, უღრმესი მადლობა. მშვიდობიანი ღამე და აბა დროებით.